ომზე მინდა დავწერო, მაგრამ არ მინახავს, არ ვიცი. შეშილა დამწყებმა მწერალმა ქალმა ერნესტ ჰემინგუეის. მერე თქვენც იმაზე დაწერეთ, რაც იცით, უპასუხა ჰემინგუემ. ხშირად მიფიქრია, როგორ ძერწავენ ადამიანები თავის ბედის წერას. ერნესტ ჰემინგუეის თვითმკვლელობაზე არაფერს ვიტყვი. უფრო ქვეცნობიერად მივექანებით საკუთარი აღსასრულისაკენ. გურამ ჩეულიშვილი გამახსენდა, ერლომ ახვლედიან შეხვდა ვარაზის ხევში. ერლომს შავი პიჯაკი ეცვა, გურამს თეთრი. ერლო, მოდი, ბედის წერები გავცვალოთ, პიჯაკი მინდა გაგიცვალო. კარგი რა გურამ, უპასუხა ერლომმა, თუმცა პიჯაკი მაინც გაუცვალა. გაგრიდან გამოუგზავნია გურამს წერილი ერლომისთვის. უკვე აღარ იყო ცოცხალი, როცა ერლომმა წერილი მიიღო. მერე წერილებს წერდა გურამს. გაუგზავნელი წერილები გურამ ჩეულიშვილს ასე დაარქვა. იქნებ დაგებეჭდათ ვთხოვე ერთხელ ერლომ ახვლედიანს. ამას ვიღა გაიგებსო, მიპასუხა. გურამაც ხომ თავისით გამოწერწა საკუთარი ბედის წერა. ნელი ტანგო ზღვარც თუ ისე ღელავდა. რამდენჯერ შეცურა გურამის გმირმა ზღვაში სხვის გადასარჩენად. თვითონაც მისი მოთხრობების გმირივით შეცურა. კარლო კაჭარავა ამბობდა, რომ გურამის გულუწყვილო პათეტიკამ მთელი თაობა გამოაფხიზლა. მე კი ხშირად მიფიქრია, საიდან ჰქონდა ამ პატარა ბიჭს ამ ხელას სიბრძნე. ალბათ იქიდან, რომ ასე ადრე უნდა წასულიყო. ალბერ კამიუმ დაწერა ყველაზე აბსურდული ავტოკატასტროფაში სიკვდილიაო. ასე თქვა და თავადაც ავტოკატასტროფაში დაიღუპა. თანაც ძალიან უცნაურად იანვარში აგარაკიდან შინ ბრუნდებოდა. მატარებლის ბილეთი აღებული ჰქონდა. მეგობარი შეხვდა და შესთავაზა, მანქანით ერთად გამგზავრებულიყვნენ. კამიუ მატარებელს არ გაჰყვა. მახსოვს მიშა ქლივიძემ მიამბო, ანა ახმატოვასთან მისულა, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, უნდოდა ახმატოვას ლექსები ეთარგმნა. ლექსებს აღარ ვწერ შვილო, შეშჩივლა ანა ახმატოვამ. რატომ? განცვიფრდა მიშა, ლექს ახდენა სოდნია. ანა ახმატოვა ტრაგიკული ბედის ქალი იყო. მერე მიშამ გამიღიმა და მითხრა, როგორ გისურვო, მაგრამ ნაწარმოებებს განცდა და ტკივილი გვაქვნებინებსო. მერე ჩემი არა მეგობაროც გამახსენდა, ნეტავ ბიჭები ცოცხლები ყოფილიყვნენ და ლექსებს სულ აღარ დავწერდი. და კიდევ მიშა ქლივიძის შესანიშნავი ლექსი გამახსენდა. წავიდა მამა, მოკლე და სწრაფი, გამოთხოვება ჰქონდა შვილებთან. წავიდა დედა და გაწყდა ზაფი. მშობელ სახლთან რომ მაკავშირებდა, მერე სხვა გზებით წავიდნენ სხვები და მათი კვალი ქარმა წახვედა და ბოლოს იმ გზით შენ რომ წახვედი, ჩემთან მოვიდა სასოწარკვეთ.